შიდა სააქციების და არაფრის რა. სოლო მოდის კაც. კრეზე სიმდიდრეს, ლეგენდად ოქროს, ლას მოფრთხიალეს, მე მირჩემნია ერთი ხოხობი ალაზანზე რომ შეიფრთხიალებსო რა. ამიტომ ვერ მომერევიან. ეს ისლევა რუსიძე რამდენიმე წლის წინ ხალისით გვიმტკიცებდა, რომ ქართული ოცნების დავალებების შესრულებისა და მართლმსაჯულებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობის გამო დაწესებული სანქციები ვერ შეაშინებდა, მაგრამ კლანის მმართველი მოსამართლის შეწუხება დიდი ბრიტანეთის მიერ რამდენიმე დღის წინ დაწესებულმა ფინანსურმა სანქციებმა მაინც შეძლო. ჩემთვის ამას ფინანსურად სიმართლე გითხრათ დიდი ის არ ექნება უბრალოდ ზოგადად რეპუტაციულად და რაღაცა ის რა თქმა უნდა სასიამოვნო არ არის. დიდი ბრიტანეთია ხო მაინც ერთადერთი რაც მე მაქვს ეს სახელმწიფო ბარათი არის რა და ეხლა დანარჩენი რა ვქნათ რაღაცა იქნება ეხლა ხელფასო ვერ დამიყავებენ ბოლო სანქციების მორიგი ტალღა ამჯერად დიდი ბრიტანეთიდან მოვიდა. ფინანსური სანქციები დაუწესდა სასამართლო კლანის ორ სიმბოლოს, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს. ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, დუეტის დასანქცირების მიზეზი კორუფციაში ჩართულობაა. ორივე მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. ამასთან ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა, ლევან მურუსიძე კი სააპელაციოს უვადო მოსამართლე. მურუსიძე იყო და არის ჩართული სერიოზულ კორუფციაში, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საგარეო საჯარო ოფიციალური პირი, რომელიც ასრულებს აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციას, ის იღებდა ფინანსურ სარგებელს ჯილდოს სახით. თავისი საჯარო ფუნქციების არასათანადო შესრულებისთვის, კერძოდ არაკანონზომიერად გამოიყენა საკუთარი გავლენა, რომ მოსამართლეთა დანიშვნები და გადაწყვეტილებები მოქმედი პარტია, ქართული ოცნების სასარგებლო ყოფილიყო. ჩინჩალაძე ჩართული იყო სერიოზულ კორუფციაში, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ასრულებდა აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციას. მან მიიღო ფინანსური სარგებელი საჯარო ფუნქციების არასათანადოდ შესრულების სანაცვლოდ. კერძოდ მან გამოიყენა თავისი გავლენა სასამართლო დანიშვნებსა და გადაწყვეტილებების მანიპულირებისთვის, რათა უზრუნველყო მმართველი პარტია, ქართული ოცნების ინტერესების გათვალისწინება. გირგვლიანის საქმის მოსამართლისთვის გაურკვეველია, თუ რატომ შეწუხდა დიდი ბრიტანეთი ქართულ სასამართლო სისტემაში დამკვიდრებული კორუფციით და გვიმტკიცებს, რომ ბრიტანეთს ქართული მართლმსაჯულების ხელში ჩაგდების სურვილი ამოძრავებს. რაშიც დაჭირდათ რუმინეთში სასამართლო არჩევნები გაეუქმებინათ, ასევე ჭირდებათ რომ საქართველოში ამ ძალების მიერ გაკონტროლებული იყოს სასამართლო სისტემა, რომ მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რაც მათ გლობალურ პოლიტიკას დაჭირდება. აქ არაფერი კავშირი არ აქვს კორუფციასთან, ბუნებრივიაზე, აი რა კორუფციაზე. რომ საქართველოში 30 წლის განმავლობაში თუნდაც დიდი ბრიტანეთი იმდენად შეწუხდა ლევან მურუსიძის კორუფციით, რომ რა კორუფცია, რომ საქართველოში ახლა ჩემზე დიდარი ხალხი არ დადის. მოსამართლეების დაწყნარება ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ითავა. მან მოსამართლებთან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ დაწესებული სანქციები ტრაგიკული არა მოსამართლეებისთვის, არამედ იმ ქვეყნისთვისაა, რომელმაც ის დააწესა. რა თქმა უნდა, სანქციები არის პოლიტიკური ჩარევის ყველაზე უხეში ცდელობა. ბუნებრივია ამ ცდელობასაც ვერ ექნება ვერავითარი შედეგი, მაგრამ თავისთავად ეს ცდელობა იმსახურებს უკვე ძალიან ღრმა შეშფოთებას. ეს არის ტრაგიკული მოვლენა. არა იმ მოსამართლეებისთვის, რომელთა მიმართაც სანქციები მოქმედებს, არამედ ეს არის ტრაგიკული მოვლენა იმ ქვეყნებისთვის და იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ასეთ საქმით არიან დაკავებული. კორუფციაში ჩაფლული მოსამართლეებისთვის ხელის დაფარება არც თბილისის მერს გაუჭირდა. თავადაც სანქციების მომოდინე კალაძის რიტორიკა ამჯერადაც უცვლელია. სანქცირების მიზეზი ქვეყნის სიყვარულია. ხოლო ვინც ამ ადამიანებს ფინანსურ თუ სავიზო შეზღუდვებს უწესებს, საქართველოში არეულობის შექმნას სურს. ეს უბრალოდ სიტყვების ბრახაბუხია რა, გონივრული ეჭვი, საერთოდ სიხალბეა ეს ყველაფერი. ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდებოდა. ეს არის უბრალოდ შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტი, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირება. ამით სურვილი აქვთ, რომ როგორმე ქვეყანა ჩაიგდონ ხელში, რომ შემდეგ გამოყენებული იყოს ისეთი ქვეყნები, როგორც საქართველოა, უკრაინა, თავისი ინტერესების გასატარებლად. ჩვენ ამას ვებრძვით და ამისთვის ძალიან ბევრი რამის მოთმენა მოგვიწია.
დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, ადამიანის უფლებების დარღვევა და მიკერძოებული სასამართლო, დასავლური ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ 200-მდე პირია. Ამ სიაში შედის ივანიშვილის ოჯახი, გარემოცვა, ნათესავები. ცნობილია 98-ის ვინაობა. ამ ეტაპზე არ გასაჯაროებულა 100-ზე მეტის სახელი და გვარი. რეკორდსმენი ვახტანგ გომელაურია. მის ანგარიშზე ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების სანქციებია. მას კი ორი მოსამართლე, მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე მოყვება. დასანქცირებულია 4 წევრი ივანიშვილის ოჯახიდან, 32 ქართული ოცნების მაღალჩინოსანი, 33 მოსამართლე, 12 პროკურორი, 10 პოლიციელი. ოცნების მორჩილმა ლევან მურუსიძემ ჯერ ნაციონალური მოძრაობის, შემდეგ კი ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მსუყე ქონება დააგროვა. საგულისხმოა, რომ რეპუტაციული ზიანის გარდა სანქციების გამო სწორედ ამ ქონებაზეც დარდობს. კლანის ლიდერები მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულან. ორივე მათგანი მდიდრული ცხოვრების მოყვარულია. დეკლარაციის მიხედვით მურუსიძის ბალანსზე ერთი შეხედვით საეჭვოს ვერაფერს აღმოაჩენთ, თუმცა ყურადღებას იქცევს მურუსიძის პარტნიორი ქალის სახელზე გაფორმებული ქონება, რომელიც უკვე წლებია მასთან ერთად ცხოვრობს. მურუსიძეს არ ჩამორჩება ჩინჩალაძე, 2000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული ვილა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმთან ახლოს არ არის ერთადერთი, რაც ჩინჩალაძის ბალანსზე ირიცხება. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე კიდევ რამდენიმე უძრავ ქონებას ფლობს. აიცით რა არის? მას არ აქვს ხელო შემოსავალი, რომ აი ამ ხელო სასახლე აეშენებინა და შეგიძლიათ მითხრათ რანაირად მოახერხა? ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყნის ბრიტანეთის მხრიდან დაწესებული სანქციები ოფიციალური პირებისთვის განსაკუთრებით აზიანოა. სრული ფინანსური სანქციების დაწესება და განსაკუთრებით ივანიშვილის კლანის, მისი ბიზნესის მიმართ, სადაც ოფშორებში და ძირითადად ოფშორები ბრიტანულია, გადამალულია 8 მილიარდობით ქონება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე დარტყმა იქნება ივანიშვილისთვის, მისი ოჯახისთვის და მისი გარემოცვისათვის. ბრიტანული სანქციები უფრო სწრაფად გაფართოვდება, ძალიან არასასურველი და ძალიან მძიმე საქართველოს ხელისუფლებისათვის. ბრიტანულ სანქციებს აქვს საკმაოდ სერიოზული შემაკავებელი და პრობლემის შემქმნელი ეფექტი დასანქცირებული ადამიანებისთვის და ეს აღსრულება, ასე ვთქვათ, არ შემოიფარგლება მხოლოდ ბრიტანეთში და ლონდონში ყოფნით. ბრიტანეთის მიერ ამ სანქციების დაწესება რას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები შედიან გლობალურ შავ სიაში, ასე გამარტივებულად რომ ვთქვათ, ნებისმიერი ნორმალური ბანკი, ნებისმიერი ნორმალური ვთქვათ, საინვესტიციო კომპანია იქნება თუ იურიდიული კომპანია დასავლეთში და არა მარტო დასავლეთში, ამ კომპანიებს ავტომატურად შეყავთ ეს ადამიანები საკუთარ შავ სიებში. სანქცირებულთა სიის გაფართოებას და უმწოვესი პოლიტიკური კრიზისის შემქმნელების დასჯას ვარაუდობენ ანალიტიკოსები. ისინი არ გამორიცხავენ სიის გაფართოებას, საბოლოოდ კი ივანიშვილის დასანქცირებას. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაცა პერიოდულობით დიდი ქვეყნები, ევროკავშირისა და ევროპის დიდი ქვეყნები ახდენენ საქართველოში დე-ფაქტო ხელისუფლების მაღალჩინოსნების სანქცირებას. ეს გადაწყვეტილება სწორედ მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ რეჟიმთან მიმართებით კონკრეტული გზავნილების გადაცემა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროპული ქვეყნების მხრიდან, რომ ის რაც ხდება დღევანდელ დღეს საქართველოში არის მიუღებელი, მათთან მიმართებით უკვე ვეღარანაირი მოლაპარაკებების წარმოება ვეღარ მოხერხდება. ზოგადად ბრიტანეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტორი სანქციების ამბავში, რადგან ბრიტანეთი სერიოზული ფინანსური ცენტრია და ლონდონი სერიოზული ფინანსური ცენტრია. ეს არის მესიჯი ასევე ბიძინა ივანიშვილისთვისაც, რომ ეს სანქციები მის გარემოცვას უახლოვდება და ჩემი აზრით ეს არის ერთგვარი ტენდენცია. ხო, დეკემბერში ჩვენ ვნახეთ შინაგან საქმეთა მინისტრის და შესაძლოა მაღალჩინოსნების სანქცირება ბრიტანეთის მიერ, ეხლა ვხედავთ უკვე მოსამართლეების და სასამართლოს კლანის ლიდერების სანქცირებას და ჩემი აზრით შემდეგი ეტაპი იქნება უკვე ბიძინა ივანიშვილის და რამდენიმე ისეთი ბიზნესმენის სანქცირება, რომლებზეც სერიოზულ გავლენას მოახდენს ბრიტანეთის სანქციები, იმიტომ რომ ბრიტანეთში მათ კაპიტალი და ბიზნესი გააჩნიათ.
სანქციები მზარდია და ყველა რგოლს ეხება, რომელიც ხელს უწყობს ქართულ ოცნებას არადემოკრატიული ნაბიჯების გადადგმაში და არტოვებს ადგილს სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის. ქმედით ნაბიჯებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის უმაღლესი ლიდერები ღიად უპირისპირდებიან ოცნების რუსულ პოლიტიკას, რაც შეიძლება მოასწავებდეს რეჟიმის აღმასრულებელი რგოლებისა და დავალების მთავარი გამცემის ოლიგარქის სანქცირებას.